რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობამ 11 დეკემბერს განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა სრულად დაიკავეს უკრაინის ქალაქი სივერსკი. თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ვიდეო კადრები, სადაც ჩანს, როგორ აღმართავენ ჯარისკაცები რუსეთის დროშებს. საოკუპაციო ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა და სხვა ოფიცრებმა ქალაქ სივერსკის დაკავების შესახებ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ვიდეო ჩართვის დროს აცნობეს. მესამე არმიის სამხედრო ნაწილებმა ჩრდილოეთის მიმართულებით შეტევა განახორციელეს და დაასრულეს ქალაქ სივერსკის გათავისუფლება, რითაც შეიქმნა პირობები სლავიანსკის მიმართულებით შეტევის შემდგომი განვითარებისთვის. ამის საპასუხოდ ვლადიმერ პუტინმა გაიმეორა მისი მტკიცება, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები ბრძოლის ველზე ინარჩუნებენ სტრატეგიულ ინიციატივას. ყველა მიმართულებით კარგი იმპულსია. დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკების, ასევე ზაპოროჟიისა და ხერსონის ოლქების გათავისუფლება, თქვენი და გენერალური შტაბის გეგმების შესაბამისად, სტაბილურად და რიტმულად მიმდინარეობს და სტრატეგიული ინიციატივა მთლიანად რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელშია. უკრაინაში არ ადასტურებენ, რომ ქალაქი სივერსკი საოკუპაციო ძალების კონტროლის ქვეშაა. Facebook-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ ქალაქს სრულად აკონტროლებენ უკრაინული ძალები. მტერი სივერსკში შეღწევას მცირე ჯგუფებად ცდილობს, იყენებს რა არა ხელსაყრელ ამინდს, მაგრამ მათი უმეტესობა ქალაქის მისადგომებთან ნადგურდება, ამბობენ კიევში. ქალაქი სივერსკი კრამატორსკიდან და სლავიანსკიდან აღმოსავლეთით დაახლოებით 30 კილომეტრში მდებარეობს. რუსეთი უკვე მრავალი წელია დონბასის რეგიონის სრულ ოკუპაციას ცდილობს. რეგიონის ნაწილს ამ დრომდე აკონტროლებს უკრაინა. მოსკოვმა ამთვის დასაწყისში განაცხადა, რომ აიღო ქალაქი პოკროვსკი, საგზაო და სარკინიგზო კვანძი, რომელიც დონეცკში მდებარეობს. მაგრამ კიევს არც ეს ცნობები დაუდასტურებია და დღემდე ამბობს, რომ ქალაქის ცენტრში ბრძოლები კვლავ მიმდინარეობს.